შუბით უკან დამიდექი მოდის ორი კაცი ესე უჭირავს ადამიანს და პირდაპირ ჩხლეტავს შუბები კიდევ ეპოქის და მიხედით იყო როგორი ის იყო რა ქვია ეპოქა ანუ რანერი ჯავშანი იყო სამხედრო წყობაზე იყო თითქმის ყველაზე აწყობილი ეხლა მე ესეთ რაღაცას გეტყვით რა კაც რატო აქვს პერანგი აი ესე რატო იკვრება ანუ მარჯვენა მხარეს ღილები აქვს და მარცხენა მხარეს იკვრება ქალისა მეორე მხარეს არის ხო ნუ იტყვი რომ რავი ვიღაცა მოიგონა აი აქედან იქით რო იკვრება სინამდვილეში ჯავშანს რო იცმედნენ მე აი სანამ ჯაჭვის პერანგების შემდეგ ჯავშნები რო შემოვიდა თლიანი კერასები იკვრებოდა აქეთ მხარეს ანუ ღილივითა საკეტივით ქონდა აქედან აქეთ იკვრებოდა იმიტომ რომ ფარი როცა გიჭირავს და იარაღი გინდა ხმალი ვიღაცამ რომ მატაკოს აქედან ხო დასრიალდეს უკუღმა რომ ქონდეს შეკრული აქედან იქით აი ესე ამაში ჩააღწევ და შიგნით შემერჭობა ამიტომ რკინა უნდა ყოფილიყო აქედან საკეტზე იყო ზემოდან გადაფარებული ანუ ღილოკავი რასაც ქვია უნდა ყოფილიყო მარჯვნივ და რაზეც მაგრდებოდა იყო მარცხნივ რომ ცივი იარაღი ხმალი იქნებოდა შუბი იმაზე დასხელტილიყო და გვერდზე წასულიყო შუა საუკუნეების ჯავშნებზე მე ვილაპარაკო და მაგათ იარაღზე